საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი ტელეკომპანია იმედთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას ეხმიანება. ელჩი ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ დიდი როლი ითამაშა ამ შეთანხმებაში. ჰადას მეიცადი აცხადებს, რომ დიდ მხარდაჭერას და სოლიდარობას გრძნობენ საქართველოსგან. გუშინ მთელი ერი ტიროდა, როცა ლირი, დანიელა, კარინა და ნორმა გაათავისუფლეს 477 დღის შემდეგ. ჰამასმა ჩაიდინა საშინელება. ეს არ არის გაცვლა, ჩვენ ვიბრუნებთ მოქალაქეებს, ჯარისკაცებს. 7 გაუშვეს, 26 დარჩა, 65 არ შედის ამ შეთანხმებაში. წარმოდგენა არ გვაქვს როგორ არიან, რა მდგომარეობაში არიან. ყველა ძალადობის გამოვლინებას პასუხი გაეცემა ისრაელის მხრიდან. სიტუაცია კვლავ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებით გახარებულები ვართ, თან დამწუხრებულნი ვართ დაღუპულების და ტყვეობაში დარჩენილების გამო. ტრამპის ადმინისტრაციამ დიდი როლი ითამაშა ამ შეთანხმებაში. ის თავად ჩაერთო და ზეწოლას ახდენდა ჰამასზე, რომ ეს შეთანხმება მომხდარიყო. ეს ორ ქვეყანას შორის დიდი მეგობრობის გამოვლინებაა. მადლობლები ვართ. ასევე დიდ მხარდაჭერას და სოლიდარობას გრძნობ საქართველოსგან. ხალხი ინტერესდება, თვალს ადევნებს მოვლენებს და მათი სოლიდარობა გულს გვითბობს.